მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისკენ, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავთ. როგორც იცით, ჩვენ ეხლა ხანს ვიმყოფებოდით ევროპაში, უნგრეთსა და ჩეხეთში, სადაც რამდენიმე სხვადასხვა საინტერესო ადგილი ვნახეთ, გავიცანით საინტერესო ადამიანები, პირველ რიგში ქართველები, სტუდენტები, ემიგრანტები, ან ადამიანები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ფაქტიურად იქ ცხოვრობენ და შესაბამისად თავს თვლიან როგორც ქართველებად, ისევე უნგრელებად და ასე ვთქვათ, ორი სამშობლო აქვთ და ყველაფერს აკეთებენ ამ ორივე სამშობლოსთვის და ამ სამშობლოების ერთმანეთთან დამეგობრებისთვის. სწორედ ასეთ ინტერვიუს შემოგთავაზებთ დღეს ბატონ სოსო მიხელაშვილთან, რომელიც გახლავთ ბიზნესმენი, რომელიც უკვე 32 წელია უნგრეთში მოღვაწეობს, თუმცა მანამდე ის ცხოვრობდა და დაიბადა და გაიზარდა და მოღვაწეობდა საქართველოში, შემდეგ ცხოვრობდა ისრაელში, შემდეგ უკვე გადავიდა უნგრეთში და მის ისტორიის შესახებ მოგიყვებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ემიგრანტები, ადამიანები, რომლებიც იქ ევროპაში იღწვიან, შრომობენ და მუშაობენ, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სახე, წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას და ევროპელებს საქართველოს შთაბეჭდილება სწორედ ასეთი ადამიანებით უნდა შეექმნათ, შრომელი, პატიოსანი, ღირსეული ადამიანებით, რომლებიც ქმნიან თავიანთ დოვლადს იქ ევროპაში და უზიარებენ ამ დოვლადს ბუნებრივია თავის ქვეყანასაც და ეხმარებიან თავის შესაძლებლობების ფარგლებში და ვფიქრობთ ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისათვის რომ საქართველოს ევროინტეგრირება მოხდეს არ მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილში, არამედ საზოგადოებრივ ნაწილში, რადგან ძალიან საინტერესოა თუ როგორ ხედავს ქართველი, რომელიც დიდი ხანია ევროპაში ცხოვრობს და თავს მათ შორის ასევე ევროპის ნაწილადაც მიიჩნევს, როგორ ხედავს ის ქართულ-ევროპულ ურთიერთობას, როგორ ხედავს იმას თუ როდესაც ქართველი ხდება ევროპული კულტურის ნაწილი, მისი ეკონომიკის, კულტურის, პოლიტიკის ნაწილი, როგორ უნდა ცხოვრობდეს ის და როგორ უნდა მოღვაწეობდეს ზოგადად. სწორედ ამის ჩვენებას შევეცდებით ახლა ჩვენს ინტერვიუში, რომელსაც ახლა გიტოვებთ და თქვენ მთელი გადაცემის განმავლობაში შეგიძლიათ იხილოთ ეს ძალიან საინტერესო, ნოსტალგიური და ცრემლიანი ინტერვიუც ბატონ სოსო მიხელაშვილთან. გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ბუდაპეშტში, მე და ბაჩი უკვე აქ მესამე დღეა ვართ და როგორც ხშირად ხდება, ჩვენ უბრალოდ ფეხით დავდივართ და ვეცნობით ხოლმე ქალაქებს ევროპაში, იქ სადაც ჩვენ მოვხვდებით და პირველი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყოველთვის ვეძებთ ქართველებს. და ბუნებრივია როგორც ყველგან ხდება, რა თქმა უნდა, ვიპოვეთ ქართველები, მათ შორის არ მარტო სტუდენტები, ან ისინი, ვინც დროებით ჩამოსულია აქ სამუშაოდ, არამედ მიგრანტები, რომლებიც ძალიან დიდხანს იმყოფებიან უკვე აქ, სწორედ ერთ-ერთ ასეთს გადავაწყდით აქ ქართულ რესტორანთან, რესტორან ხაჭაპურში, ბატონ სოსოს და სწორედ მასთან გვექნება ახლა ინტერვიუ და ვკითხავთ თუ როგორ ცხოვრობს ის უნგრეთში, როდის ჩამოვიდა და როგორია მისთვის უნგრეთი და უნგრეთიდან დანახული საქართველო. მოგესალმებით ბატონ სოსო. მოგესალმებით დასრულეთ. დიდი მადლობა რომ დაგთანხმდით ინტერვიუზე. და დიდი მადლობა იმისათვის რომ ისურვეთ ჩემთან შეხვედრა. და მე ვფიქრობ საინტერესო გამოვა საუბარი. მე როგორც ვიცი თქვენ ძალიან დიდხანს ხართ უკვე აქ უნგრეთში. 1993 წლიდან, ესე იგი 32 წელი გახდება ახლა აპრილში. ზუსტად ესე იგი. რომ მოგვიყვეთ, როგორ მოხვდით აქ ეს 93 წელი რო გავიხსენოთ, მანამდე საქართველოში რით იყავით დაკავებული და როგორ მოხდა რომ აი ჩამოხვედით აქ და შემდეგ უკვე დარჩით და დაფუძნდით. 92 წელს წამოვედი საქართველოსთან. მე მუშაობდი ქალაქის მეორე საავადმყოფოში, მაშინ სასწრაფოს ეძახდნენ ამ საავადმყოფოს. ქირურგი ვიყავი. 92 წელში წამოვედი და თითქმის მთელი 10 წელი ვიყავი ისრაელში. მუშაობდი ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავადმყოფოში, ტელაშოფერში, ქირურგად და სხვათა შორის ძალიან წარმატებული და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო წლები იყო ის წლები, იმდენად რამდენადაც ახალი ქვეყანა, ახალი ურთიერთობები, ახალი მეგობრები, ახალი ყველაფერი და რაც მთავარია მშობლიური გარემო იყო. მაგრამ ბავშვები ჩამოვიყვანენ მოზრდილები. ქალიშვილი 13 წლის, გოგონისა ვაჟიშვილი 10 წლის და ენის შეგუება და სწავლა ცოტა ძნელი გახდა მათთვის. ამდენად კი სწავლობდნენ, მაგრამ შანსი არ იყო იმისა, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისინი მოხვედრილი იყვნენ ასე ადვილად. მით უმეტეს იქ ძალიან დიდი კონკურსი იყო, დიდი ამბები, მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ. რუმინეთმა გამოაცხადა და უნგრეთმა რომ უნივერსიტეტებში ღებულობენ სტუდენტებს უგამოცდოთ ერთი წლის განმავლობაში თუ ისინი დაიმსახურებენ წარმატებას, მაშინ დატოვებენ კურსები.
ეს მაწყობდა და ამდენად პირველად ქალიშვილი რუმინეთში გაუშვეს მეგობართან ერთად და მე ისინი ცოლბარი გახდნენ და ვაჟიშვილი მე 2 წლის შემდეგ უნგრეთში ასე რომ გარანტირებული ვიყავი რომ შვილები უმაღლესი განათლების გარეშე არ დაგვრჩებოდა ეს იყო ძირითადი მიზეზი ჩემი აქ წამოსვლის მაგრამ საქმე იმაში იყო რომ ჩემთვის ადვილი არ შეიქმნა აქ სამუშაოს პოვნა იმიტომ რომ უკვე ქირურგად მე აღარ მუშაობდი აქ და დავიწყე სხვადასხვაგვარი ვარიანტების ძებნა ბიზნესში. ხო, და შეიძლება. ეს ბიზნესი რომელსაც ახლა მე უძღვები ეს არის ნამცხრეულობა და სხვათა შორის ძალიან ხელი შემეწყო იმან რომ მეგობრები ყავდა ჩემს შვილებს აქა და ისინი მირჩევდნენ რა როგორ და რანაირად პოპულარული რა შეიძლება იყოს და რა იყო პოპულარული როგორ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მით უმეტეს მე ბიზნესში გამოცდილი კაცი ვიყავ ეკიმად დამუშავებული კაცი ასე ადვილად კი თან საბჭოთა კავშირიდან სადაც ბიზნესი ისეთია ხო მოკლედ ბევრი რომ არ შეგაწყინოთ თავი გადავწყვიტეთ რომ ამ ბიზნესის მოვეკიდა ხელი მაგრამ მართალი გითხრათ რომ ფინანსურად მაინც წელგამართული ვერ ვიყავ იმდენად რამდენად ახლა ეკიმ კაც რა უნდა ქონოდა ისეთი რომ მოკლედ ათენსავებში მეგობრებში იქ აქ გარკვეული თანხა შევაგროვეთ და ავიღეთ ქირით ერთი მაღაზია წამოვიღეთ ისრაელიდან პროდუქტები და ხედავ კაცო კილომეტრიანი რიგები და ძალიან წარმატება ამან უკვე სხვაგვარად დაგვაფიქრა ამან დაგვაფიქრა იმაზე რომ შეიძლება არ წარმოება გაიხსნა მოკლედ ნაბიჯ დაახლოებით ამას მოუნდა 2-3 წელი გავხსენით წარმოება ჩვენი ფაბრიკა ქირით ავიღეთ აქ დიდი უშველებელი შენობა და მოკლედ დავიწყეთ მზადება ამ მზადებასაც მოუნდა დიდი ხანი იმიტომ რომ ჩვენ გამოცდილება არ ჰქონდა ხო არა მაგისტრო თორემ ალბათ სხვა შემთხვევაში მოგიყვებით ბევრი სასაცილო ისტორიები გადახვდა იმის გამო რომ არ იცოდით ხო მოკლედ ასეთ ისე ნელა ერთი მაღაზია მეორე მესამე და დღეისათვის უკვე ბუდაპეშტის სინამდვილეში 22 მაღაზია გახსნილი ჩვენი ფაბრიკა მთელს ევროპაშია ცნობილი იმით რომ ჩვენ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ვუშვებთ სახელი რო გითხრათ ფაბრიკის რას არა პროდუქციის პრინცესი რომელსაც მთელი ევროპა იცნობს ყველას უკვირდა კაცო ეს ჩამოსული ხალხი როგორ შეძლო ამათმა ამხელა კონკურენტების უკან მოტოვება და წინ წინაპლანზე მაგრამ ქართული ჟინია მოგეხსენება და თანაც ცოტა ქართული მარიფათი სითამამე და მარიფათიც გარკვეულს თამაშობდა და ასე თუ ისე ჩვენი წარმატება უკვე გარანტირებული იყო. აუცილებლად უნდა გითხოთ საქართველოს ახსენეთ და ნოსტალგიაზე ზოგადად. იმიტომ რომ თქვენი ხა ისტორია როგორც მოყვებით იქ ისრაელში წავედი ასე შემდეგ მიმინოს ცნობილი სცენა მახსენდება ბუნებრივია როდესაც საუბრობენ და ყოველთვის არის ეს ბუნებრივია და თქვენ ქართველი ებრაელი წავედით როგორც მოხდი და ეს ცალკე სიყვარული და ცალკე თემა ეს 27 საუკუნოვანი ეს ისეთი საკითხია რომელზედაც აღელვების გარეშე საუბარი ძალიან ძნელია მაგრამ უნდა გითხრათ ერთი რამ რომ მე პირადად ეხლა ჩემ პიროვნებას რომ გარედან უყურებ ალბათ მე 99% ვარ ქართველი რომელიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ენის სიწმინდეს და ჩემი შვილები ისე გავზარდნენ რომ დღესაც კი უსწორებ ხოლმე საუბარში კორექტირებას უკეთებ ენას იმიტომ რომ
არ მინდა ჩემს ოჯახში, ჩემს შვილმომავალში დაიკარგოს ქართული ენა. არადა ეს ბუნებრივი მოვლენა და ეს მოხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არ მეცემ უფლებას ჩემთვის, რომ ჩემს სიცოცხლეში მოხდეს ეს. ეს ერთი, მეორე ისიც, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები მყავდა საქართველოში, რომლებიც დავტოვეთ და რომელთანაც გარშორება ჩემთვის ძნელი იყო. ეს იყო სკოლის მეგობრები, ეს იყო ინსტიტუტის მეგობრები და რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩემი თანამშრომლები, რომელთანაც ერთად მე მთელი 12 წელი გავატარე. ქალაქის მეორე საავადმყოფოში მუშაობდი. მიხეილ კონსტანტინოვიჩ ჩაჩავა იყო ჩვენი მთავარი პროფესორი, მოგეხსენებათ, უაღრესად წარმატებული ქირურგი, რომელსაც ძალიან უყვარდი და ძალიან პატრიოტი მე ვაკაში ცხოვრობდი და ისიც ვაკაში ცხოვრობდა. ამიტომ ერთი პატარა მოსკოვში მყავდა მაშინი თბილისში და როცა სამუშაოს ვამთავრებდი ხოლმე დამეძახებდა მეთქოდა სოსო არ დავიდეთ ახლა სახლში წავიდეთ მიხეილ კონსტანტინოვიჩ ჩავისვამდი და წავიყვანდი. მე ცხოვრობდი არაყიშვილის ქუჩასა და ბარნოვის კუთხეში. კვეთაში დიახ. და იქ პურის მაღაზია იყო. თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით შეიძლება არც გახსოვთ, იმიტომ რომ ამჟამად არ არის იქ პურის მაღაზია. და ყოველთვის გააჩერებდა ხოლმე, სოსო გააჩერე, იყიდა ორ პურს, ერთ ჩემთვის, ერთ თავისთვის და მივდიოდით სახლში. ერთ დღესაც ჩვეულების მიხედვით, რომ გამაჩერებინა მანქანა, ხედავ არ გადადის. დიახ, მიხეილ კონსტანტინოვიჩ მოთხარ. მოიცადე სოსო, ბიჭო, შენზე იძახიან ძალიან ჭკვიანი კაცია, მაგრამ ჭკვიანურს ვერაფერს ვერ ხედავ შენში. აიყო მიხეილ კონსტანტინოვიჩ მოთხარ. რადა ეს ქვეყანა რომ აირეკა და მიდის. შენ რატომ არ ფიქრობ ამაზე? შენ ისეთი კაცი ხარ. ყველგან ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევ და მიხედე დროზე შვილო თორე კომუნისტების ხელში შეამოგძვრება სული გახარებას ვერ გახარ. წარმოიდგინე დაინახა იცოდა. დაინახა, მან იმდენად ბრძენი კაცი იყო. ეს საუბარი ასე ჩამთავრდა, მაგრამ ეს მე დამრჩა. რა თქმა უნდა. შემდეგ რა თქმა უნდა, როდესაც მე სულ დაახლოებით ამის შემდეგ წელიწადნახევარში მე უკვე წამოვედი და ჩემი წამოსვლიდან სამთელში მიხეილ კონსტანტინოვიჩ გარდაიცვალა. რომ გარდაიცვალა, მაშინ მოგეხსენებათ არც მობილურები იყო, იყო ერთადერთი ან წერილი, ან დეპეშა. და წერილი დეპეშა გავაგზავნე, რომელიც საფლავზე იქნა წაკითხული დიდი ამბები და ეს მერე მეგობარმა მე რო თბილისში ჩავედი, ეს ჩანაწერები ყველაფერი დამახვედრა და გამოთხოვებისას მივედი მიხეილ კონსტანტინოვიჩთან, უკვე ლოგინად იყო ჩავარტყილი და ტირილი მოვიდა აპარკუბი და ერთი სიტყვა ვერ მითხრა, იმდენად ტიროდა. გადავეხვიეთ, გადავკოცრეთ და ამით დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. დღესაც რა თქმა უნდა, ყოველ წლის თავს მისას ვიგონებ და ჩემთვის ეს მოგონება საფუძვლად დარჩება. საცხოვრება, რა თქმა უნდა. ცხოვრება ეს არის ერთი ადამიანის ისტორია, რასაც კი დაიდოს ყველაფერი გადამხდომია ამ თავს და მადლობა არ ვემდორი უფალს, იმიტომ რომ რაც თავარია, ყველა ჩემი ახლობელი კარგად ყავს, ვცდილობ ჩემთან ერთად იყოს და ვცდილობ იმას, რომ ჩემი ქართული სული მათში ჩამიერგო. მანო სოსო, თქვენ სხვადასხვა ისტორია მოყევით, მათ შორის ძალიან ემოციური და ასე ვთქვათ, დიდი გამოცდილების ადამიანი ბრძანდებით, რა კუთხით არის ახლა ეს საინტერესო. თქვენ გაიარეთ, ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის პერიოდი, შემდეგ ისრაელში ყავით, შემდეგ უნგრეთი, ბუნებრივია ცალკე ქართული მთლიანად ეს ეროვნული გამოცდილება, სხვადასხვა გამოცდილებაა, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში სადაც ირევა ყველაფერი, ხო? იგივე ქართველები გადაადგილდებიან, ჩამოდიან ევროპაში, სხვადასხვა ქვეყნებში ცდილობენ რაღაც თავისი გააკეთონ. თქვენი რჩევა იქნება ახლა ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ აი მე ძალიან მაინტერესებს, როდესაც უნგრეთი გახდა ევროკავშირის წევრი, ხო? აი ამ წევრობამ, ამ ქვეყნისთვის, თქვენი ბიზნესისთვის, თქვენი რაღაც ცხოვრების όλ ნაწილში თუ შემოიტანა ცვლილებები, იმიტომ რომ საქართველოშიც უნდათ რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ჩვენც გვინდა და ბუნებრივია აი ეს თქვენი გამოცდილება საინტერესოა, იმიტომ რომ თქვენ მოესწარით უკვე აქ.
აქ ყოფნისას უნგრეთის გაწევრიანებას და აი საინტერესოა თქვენი შეხედულება ამ ყველაფერზე როგორია. სხვათა შორის სხვაგვარად არ გამეგოთ, ძალიან ჭკვიანური კითხვაა და თანაც ეს კითხვა დიდ მასალას მოიცავს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს თავის სამშობლოზე და მის მიმართულებაზე, სწორედ მას დაებადება ეს კითხვა და არა ჩვეულებრივ გამძლეობს. ამიტომ მე ძალიან მადლობელი ვარ ამ კითხვისთვის და გეტყვით. ძალიან ახტაცებულად ღებულობენ დღეს საქართველოში ევროპა და მე რომ გითხოს კაცმა უნგრეთისთვის ევროპას არაფერი სასიკეთო არ მოუტანი. დღეს საქართველო არის მაინც რამდენადაც არ უნდა თქვა ჩვენ აგრარული ქვეყანა. საქართველო რომ მიწას მოაშორა თითქმის არაფერი რჩება, იმიტომ რომ ეს ისტორიულად მოდიოდა და ისტორიულად იყო ვენახი, ისტორიულად იყო მის ბუნებრივი რესურსები და რაც ყველაზე მთავარი და აუცილებელია საქართველოსთვის ის მინერალური წყლები, რაც საქართველოს გააჩნია სიმდიდრე. სულ ყველაფერ ამას, როდესაც ის შევა ევროპაში, ძალიან შეგვეცალა. გლეხი ბაზარზე ვერ შემოიტანს ვერაფერს. ამის უნდა ჩააბაროს ჯერ საწყობს და მერე იქიდან წავა. უნგრეთში წარმოდგენა არ აქვს, როგორი ვენახები იყო. არაჩვეულებრივი ვენახები, სადაც ბევრჯერ ნაკეიფარება კიდეც ისეთი, რომ ყველაფერი ააჩეხინეს, ხალხს ფულები დაურეგეს, რომ დაეჩეხათ და უნგრეთს ეგ ღვინის ექსპორტი არ შეუძლია. არ შეუძლია. ვერ ჯდება სტანდარტში როგორ. ვერ ჯდება. არ ჩააყენეთ სტანდარტში თუ ეკითხებოდა ჩაჯდება. ფრანგულს ან იტალიურს გაუწევს კონკურენცია. ამიტომ მე მართლა გითხრათ, ახლა პოლიტიკაში არ ვერევი და არა პოლიტიკა ჩემი საქმე, მაგრამ ნამეტანი ახტაცებაც დღეს საქართველოსთვის ვერ მკითხოს კაცმა. ეს არის ის სისტემა, რომელსაც დღეს ადგიან ჩვენი ქართული მთავრობა. მე რატომღაც მომწონს, იმიტომ რომ იძახიან რუსული პოლიტიკა, მე არ მგონია ეს რუსული პოლიტიკა, ეს არის სუფთა ქართული პოლიტიკა. მე მაინტერესებს თქვენი აზრით, უბრალოდ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ თქვენი ხედვა სამომავლო პერსპექტივაში როგორ ხედავთ? იგივე უნგრეთის მდგომარეობას დღევანდელ მსოფლიოში, საქართველოს მდგომარეობას, იგივე ბიზნესის კუთხით, ბიზნესის განვითარების კუთხით რომ ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ საქართველოს ერთი შეხედვით ძალიან პერსპექტიული ადგილია ბევრი მიმართულებით, ხო? მაგრამ ხშირად ყოველ შემთხვევაში ჩემი მცირე გამოცდილებით ქართულ ბიზნესმენებს მე გულისხმობ ადგილობრივს, ყველას არა ალბათ, მაგრამ ვინც შეხვედრია ხშირად არ აქვთ ხოლმე სტრატეგიული, ანუ 15, 20, 25 წლის წინ არ ფიქრობენ ხოლმე. ძირითადად უფრო სწრაფ შემოსავალზე ორიენტირებული. აი ამ კუთხით იგივე დამწყები ნელ-ნელა შემოდის ჩვენთან ეს ანტრეპრენორული კულტურა, სტარტაპები, რაღაცა. ამ კუთხით აი თქვენ ახსენეთ, რომ ახლანდელ თაობას ურჩევნია ნაკლებისა და ხო მეტი ფული სწრაფად, ხო. Work smart not hard, რო იტყვიან ინგლისურად, მაგრამ არა მარტო თქვენთან ხშირად არის საზღვარგარეთ ბიზნესმენებიც, რომელიც ძველი თაობიდან ასე ვთქვათ, მოდიან, ისინი სულ აქცენტირებას აკეთებენ, რომ მე 24/7-ზე ვშრომობდი იმისთვის, რომ მივსულიყავი აი აქ. აი თქვენი რჩევა როგორ იქნება? ეს შრომისა და პროდუქტიულობის ბალანსი როგორ შეიძლება რომ დაიცვან ქართულმა ბიზნესმენებმა და რაღაც ორიენტირი გააკეთონ 10-15 წლის შემდეგ პროცესზე და არ კონდეთ რომ აი 2 წელიწადში ვიშოვო, ჯიპი ვიყიდო, სახლი ავიშენო, ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ მოგეხსენებათ ისტორიულად საქართველოში მიღებული იყო ასე. ქართულს ძალიან უყვარდა საქართველო, მაგრამ სულდათ ერთმანეთი. დამეთანხმებით. კი ბატონო, ძირითადად ეგაა ჩვენი ისტორია. ეგ არის ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება. მიბაძვა და იოლი გზიცია სანამ ამას არ მოვიშით. სანამ ჩვენ არ გვეხება მიზანდასახური სწრაფვა მომავლის საქმე, რომელიც გათვლილი იქნება წლებზე და არა დღეებზე, მანამ ძალიან ძნელი იქნება წარმატების მიღწევა. ამიტომაც არის არა დაცამალი მე პირდაპირ ხანდახან მწვენია კიდეც რომ
ამას მეუბნებიან, მაგრამ მოგეხსენებათ, ამდენი ქურდი და ამდენი კრიმინალი რაც საქართველოსდანაა მთელს ევროპაში, ალბათ სოფლიოში პოპულარულები ვართ ძალიან. რატომ? ხონდა დავსვათ საკითხი, რატომ არის ეს ამბავი კაცო, რისთვის ხდება? და ისევ უბრუნდებით საქართველოს. ძირი იქიდან მოდის. ადამიანის გატაცება, ადამიანის გაყიდვა. კი ბატონო. იყო. დაკაჩაღება ეს სულაპერი ამას სანამ არ მოეღება ბოლო, მანამ ძალიან გაუჭირდება ქართულ ადამიანს წარმატების მოპოვება დიდ გათვლით ვარიანტში და შეიძლება უცებ კი იშოვოს ფული, მაგრამ მოგეხსენებათ იოლად ნაშონი, იოლად იკარგება და ეს მე არ მომწონს ნამდვილად გული და სულით წყინს ეს ამბავი, რომ ხშირად უყურებ ამ სურათს და აი ჩამოდიან თქვენერ ახალგაზრდა მინდა რომ გულში ჩავიხუტო, მიველერსო, იმიტომ რომ თქვენ საქმეს უძღვებით, კაცო, იმ საქმეს, რომელიც მხოლოდ თქვენი და თქვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოთაა და არა იმისათვის, რომ მარტო შენ რაღაც იშოვო ჩაიდო ჯიბეში და გაიქცე და წავიდე. ასევე მინდა კითხოთ აუცილებლად, ხშირად თქვენ მანამდე ახსენეთ ის ნეგატიური ნაწილი, რომლითაც ხშირად საქართველოს წარმოჩინდება სამწუხაროდ. ჩვენც შეგვქონია ასეთი სიტუაცია, რომ ქართველებს თავიდან ევროპაში ცოტა ისე გიყურებენ, მე გაგიცნობს მიხვდება, რომ ეგრე არ არის და ნებრივია შეცვლის თავის დამოკიდებულებას, მაგრამ ხშირად საქართველოში დღეს ბევრი ფსიქოლოგი თუ ექსპერტი ამბობს, რომ ეს ცუდი რაღაცეები უკავშირდება საბჭოთა წარსულს. რატომღაც ესეთი შეხედულება მკვიდრდება. თუმცა მაგალითად თქვენი მაგალითად უამრავი ადამიანის მაგალითით მიხვდები, რომ თქვათ მანდამაც ახლა საბჭოთა წარსულში არაა საქმე, რაღაც სხვა უნდა იყოს. რატომ არის თქვენი აზრით აი ეს საბჭოთა წარსულზე საუბარი და თუ ქონდა საბჭოთა წარსულს, ან რა ქონდა ის ნეგატიური გავლენა ადამიანებზე, ვინც აი იმ დროში ცხოვრობდა და დაუშვათ შეიძლება გაუჭირდა, რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი თანამედროვე დროსთან აწყობა. იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც შოკის მომგვრელი გამოდგა იმ სისტემის მთლიანად მოშლა და ახალ დროებას უკვე სამწუხაროდ ვეღარ აუღეს ალღო, ბევრი ადამიანი იყო ასეთი და აი რეალურად ქონდა კი ნეგატიური გავლენა საბჭოთა სისტემას, ანუ როგორც ეძახიან. თქვენთვის პირადად ან თუ გინახავთ ამის მაგალითები ხარით ჩაჩავას მაგალითზე რომელმაც აი ეს მაგიტო წამომინდა ეს კითხვა რომ აქ გამჩერებლის ერთი წუთი ამ ხნის კაცი ვარ საწავიდებო, თორემ იმდენად ყელში იყო ამოსული საბჭოთა სისტემა, რომელმაც მიაჩვია ადამიანი მოწყვიტა შრომას. იმიტომ შრომით არაფერს ვერ ღებულობდა, არ არსებობდა ადამიანს შრომით რაიმეს მიეღწია. აუცილებლად უნდა ზიგზაგებით გევლო, ნაცნობი პატრონი და ასე შემდეგ. ზიგზაგებით გევლო რაღაცისთვის მიეღწია. მე თქვენ გაგახსენებთ, რომ შეიძლება ჩემზე უკეთესადაც იცით, მაგრამ 1961 წლის სუსლოვის დოქტრინა. ეს ავაცახსენებელი დოქტრინა, რომელიც ასეთი ზეპირად მასში მთელი ცხოვრება იმდენად რამდენად ეს მთელ საქართველოს მოიცავს. წერს კომუნისტური პარტია არის წებო და სანამ წებო თავის თვისებებს დაკარგავდეს, მანამ ჩვენ რუსეთის იმპერიის კეთილმოწყობა უნდა დავგეგმოთ. სუსლოვი ამბობს. მოგეხსენებათ ჩვენს გენერლებს, რომლებიც შორეულ ქვეყნებში მოვაწეობენ, უნდა შეუქმნათ არსებობის კარგი პირობები. ამისათვის საჭიროა მათი დასახლება შავი ზღვის სანაპიროზე. ამჟამად შავი ზღვის სანაპირო დაკავებული აქვს ქართველებს. ქართველები ჩვენგან განსხვავდებიან. და დადგება მომენტი ისინი თავისუფლების საკითხსაც დააყენებენ. ამიტომ ჩვენი ვალია სუსლოვი, რომელიც იყო იდეოლოგიის მთავარი საბრძოლოში. ჩვენი მიზანია რომ დავარწმუნოთ ქართველობა, რომ საქართველოში ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული და არაერთი ერთს წარმოადგენენ. პირველი ეს ამბავი უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან,
შემდეგ მივყვეთ იმერეთს, გურიას, სამეგრელოს და მათში კუთხური დაპირისპირება უნდა გავახვიოთ. ასეთ დოქტრინას გამოაქვეყნეთ. მისგან რა სიკეთე უნდა მოელოდეს ადამიანი. დღეს რომ იძახიან რომ რუსეთისკენ თითქოს იხრებაო, მე არ მჯერა. მართალია პოლიტიკაში არა ვარ გარკვეული ძალიან, მაგრამ ერთი რამეს მჯერა. ის ვინც კეს რუსეთისკენ აიღებს, მოხალატია საქართველოს. ადამიანში რასაც ეძებ, იმას იპოვე. თუ ეძებ ცუდს, ცუდს იპოვე, თუ ეძებ კაცს, კაცს იპოვე. ეგ არის ყველაზე მთავარი და აუცილებელი და ერთი რამ წამდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს დაიბრუნოს აფხაზეთი და ოსეთის ცხინვალი. დაიბრუნოს, იმიტომ რომ თუ საქართველოს აფხაზეთს დაიბრუნოს, სოფლიოში უკეთესი ქვეყანა არ იქნება. და მე მინდა რომ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მოვესწრო აუცილებლად მაგას უკვე ერთად უნდა მოვესწროთ, როგორც თქვენ გაგწნებულ საქართველოს. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა ბატონო სოსო, ძალიან საინტერესო ინტერვიუ. ყველა სიხარულით.